JD Vance-ის ვიზიტს აქ ორი რაღაცაა. პირველი სუბიექტური, რაც პირდაპირ ამ მთავრობას უკავშირდება და ჩვენ არაერთხელ გვითქვია, რომ თვითონ ჩვენი პოლიტიკა ამ ხელისუფლების მართლობის ფორმა, ტრამპისთვის არის გაუგებარი. JD Vance-ი ვის უნდა შეხვდეს? საქართველოში რო ჩამოვა, ვის უნდა შეხვდეს? ვისაც უნდა შეხვდეს, ის კაცი ამბობს, რომ აი ამას ელაპარაკეო და კულახიძეს არ შეხვდება JD Vance-ი ეგრე კაცო, ის კი არ არის ის მაგ დიპლომატიურ იმებს აქცევენ ყურადღებას. ის არაბი შეიხი რო ჩამოვიდა, ვის შეხვდა ბოლოს? ხო შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ რომ ის კაციც აქცევს მაგას ეგ ჩვენა ქართველები რაღაც გაუგებრობაში ვარ და რაღაც თავს ვიბრმავებ და ვიშტერებ და რაღაც არა ეს ბიჭო ვინც რეალურად ფლობს ძალაუფლებას ის უნდა იყოს ფორმალური მმართველიც. პოლიტიკა არის საჯარო დისციპლინა. ყველაზე საჯარო დისციპლინაა პოლიტიკა. შენ საჯაროდ უნდა იყო შენს პოზიციაზე თუ ხარ. ეს ერთი საკითხი, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, მოდი ხა ხელისუფლების კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ობიექტურადაც ახსენოთ რა ვითარება. ჩემი აზრით ვინაიდან ტრამპის ადმინისტრაცია გარკვეულ ფარულ შეთანხმებებში და ფარულ მოლაპარაკებებში არის რუსეთის ფედერაციასთან და ეს გაირკვა უკვე ამას არავინ აღარ მალავს. და სხვათა შორის ლავროვმა ილაპარაკა გუშინ წინ ინტერვიუს ერთ-ერთ რუსული არხს მისცა ინტერვიუ და განაცხადა, რომ ანკორიჯში, როდესაც შარშან აგვისტოში პუტინი ჩავიდა, აი დონბასის დატოვების პრობლემა ხო დგას ახლა ყველაზე მწვავედ, რაზეც ვერ თანხმდებიან. რუსები ამბობენ, რომ დონბასის ის დონეცკის ოლქის დარჩენილი ტერიტორია მოგვეცით, სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუჟოვკა და იქიდან გაიყვანეთ ჯარები და ჩვენ ომს გავაჩერებთ. უკრაინელები ამბობენ, რომ ჩვენ უბრძოლველად არ დავთმობთ. ლავროვმა განაცხადა, რომ აი ეს მოთხოვნა, აი ეს საკითხი ამერიკელებმა ჩვენ შემოგთავაზებთ, ჩვენ დავთანხმდითო. ანუ ამერიკელებს ტრამპს უთქვამს, რომ ეს დონბასის დანარჩენ ტერიტორიას მოგცემთ, უკრაინელებს ჯარებს გავაყვანინებთ და ამაზე ჩვენ დავეთანხმეთ. უბრალოდ ამერიკელები ჯერჯერობით არ ასრულებენო თავის პირობას და უკრაინელები არ თმობენო. სადაც უკრაინის ტერიტორიის დათმობაზე ამერიკელები ევაჭრებიან რუსებს. და ეს არავის არ უარყვია ლავროვის ეს სიტყვები. ანუ ამერიკის არც ერთი უწყების წარმომადგენელი, არც ტრამპი, არავინ არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ლავროვმა მოიტყუა, ჩვენ არ შეგვითავაზებია რუსეთისთვის უბრძოლველად დონეცკის ტერიტორია. ესე იგი რა უნდა ვივარაუდოთ? ესე იგი მართალია. ისედაც ვეჭვობდით ჩვენ, კაცო, ისედაც ვამბობდით, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ. რაღაცაზე შეთანხმდა პუტინი და ტრამპი და სავარაუდოდ დონეცკის ტერიტორიაა და მეტიც კაცო, სავარაუდოდ ეხლა რაზეა საუბარი, იცით? თუ უკრაინელები ეხლა არ თმობენ ამ ტერიტორიას, კარგი, მაშინ მიუშვათ. და რუსეთი მაინც აიღებს იმ ტერიტორიას 9 წელიწადში თუ 1 წელიწადში. გეგმა ეგ არის. კაი, თუ არ თმობენ უკრაინელები, ნუც დათმობენ, მაგათთვის უარესი, უფრო მეტ ჯარისკაცს დაკარგავენ, უფრო მეტი ტერიტორია დაიბომბება, უფრო მეტი ქალაქი განადგურდება, მაგრამ ის დარჩენილი 6000 კვადრატული კილომეტრი მაინც დაიკარგება, მაინც აიღებენ რუსები სამხედრო ძალით. ჩვენ უბრალოდ ხელი არც შეუშალოთ, არ შეუწყოთ, გავაგრძელოთ აგერ სხვა მიმართულებით მუშაობა. ხო და ვინაიდან რუსეთთან არსებობს გარკვეულ ტერიტორიაზე შეთანხმება, ჩემი აზრით საქართველოში მათ შორის იმიტომ არ ჩამოვიდა JD Vance, რომ რუსეთის გაღიზიანება, ზედმეტი გაღიზიანება არ მოხდარიყო. შეიძლება ვიღაცამ თქვას, ეს ერთ-ერთი ვერსია, მე რასაც ერთად ვიმსჯელოთ, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. რა არგუმენტით ვამყარებ მე ამ ვერსიას, რომ რუსეთის თლად გაღიზიანება არ მოხდარიყო სომხეთის ფონზე, იმიტომ რომ საქართველო აქვეა, კაცო, რუსეთს პირდაპირ ესაზღვრება. სომხეთი ცოტა შორს არის. სომხეთზე წვდომა რუსეთისთვის ბევრად უფრო რთულია,
ვიდრე საქართველოს აგერ პირდაპირ ესაზღვრება, მით უმეტეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარი უდგას. სომხეთში რო რაღაცა გააკეთოს, ან საქართველოში უნდა შევარდეს ჯერ ერთ სახელმწიფოში და მერე სომხეთში რაღაცა უნდა გააკეთოს. ეს ბევრად უფრო რთულია, ამიტომ მე მგონია რომ სადაც რუსეთი ნაკლებად წვდება და ეხლა თუ სომხეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ არის და დასავლეთისკენ არის, რუსეთი რას იზავს? ხო ეხლა ომს ხო არ გამოუცხადებს ეხლა უკრაინის ომი მით უმეტეს უკრაინის ომის სულ უკრაინის ომი არ იყოს, ანუ რა უნდა თქვას, რამე კანონი დაარღვია ფაშინიანმა, რამე საერთაშორისო წესებს არღვევს, ანუ კი რუსეთისთვის შეიძლება ეს მიუღებელი იყოს ეს პოლიტიკა, მაგრამ სუვერენული სახელმწიფოა კაცო სომხეთი, თუ უნდა JD Vance ჩაიყვანს, თუ უნდა იმას მაო ძედუნს. ანუ ფორმალური პრეტენზიის გამოთქვის დიაპაზონი აქ არ რჩება. შეიძლება ანალიტიკოსებმა ილაპარაკონ რუსებმა, ვიღაცა დუმის დეპუტატებმა რაღაცა შეფასებები აკეთონ, სალავიოვმა თავის რაღაც გადაცემაში რაღაც ხელები ურტყას მაგიდას, მაგრამ პუტინი საჯაროდ რას იტყვის? JD Vance-ი ნუ ჩადის სუვერენულ სახელმწიფოში? ამიტომ ჩემი აზრით საქართველოს შემთხვევაში და უკრაინის შემთხვევაში, აი უშუალოდ რაც ესაზღვრება რუსეთს, სადაც სამხედრო ძალის გამოყენების მეტი ბერკეტი აქვს რუსეთს, იქ ამერიკელები ამ გარკვეულ ფარულ შეთანხმებას იცავენ და სადაც მანევრირების საშუალება მეტი აქვთ, იქ მოქმედებენ. მე რა მიმყარებს ასევე ამ ეჭვს, იცი? თუ ასეთი მიუღებელია ბიძინა ივანიშვილი ამერიკისთვის და სხვა რო იყოს ვიღაცა, აი ძალიან პროამერიკელი, იმასთან ჩამოვიდოდნენ. აი მიშა სააკაშვილი რო ყოფილიყო საქართველოში, მაგ შემთხვევაში JD Vance-ი ჩამოვიდა. ეს საკითხი მაშინ როგორც მინიმუმ რაღაც ცდელობა იყო. ხო და რატო არ არის არაფერი? თუ ეგრე დგას საკითხი, რომ მიშა სააკაშვილი რო ყოფილიყო საქართველოს მმართველობაში, JD Vance-ი საქართველოში ჩამოვიდოდა, მაშინ რატო არ აკეთებს ამერიკა არაფერს, რომ ეს კოლექტიური სააკაშვილების ხელისუფლებაში მოიყვანონ? თუნდაც რიტორიკის დონეზე მაინც რიტორიკას არაფერს არ აკეთებს. ანუ შეფასებასაც არ უკეთებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ფინანსური დახმარება რაც ჰქონდათ კოლექტიურ სააკაშვილებს, საერთოდ გააუქმა. USAID, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში აფინანსებდა ლიბერალურ ოპოზიციას, თვითონ გააუქმა. არც ხვდება მაგათ ის ინაუგურაციაზე, რომ სადე ჩასვლა, ქუჩაში იდგნენ სადღაც ვიღაც იმებთან, ბომჟებთან. ანუ ამერიკა არაფერს არ ცდილობს საქართველოს. ანუ არც ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ, პროამერიკულ ოპოზიციას ეხმარება და არც რეალურად არც უტევს ამ მთავრობას. საერთოდ არაფერს არ აკეთებს. რაც მე ეჭვს მიჩენს, რომ გარკვეული შეთანხმება არსებობს რუსეთთან, უკრაინის და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიასთან და ამ მიმართულებით ამერიკა რაღაცა მკვეთრ არათუ ნაბიჯებს არ დგამს. განცხადებებსაც არ აკეთებს. კი ბატონო, და სხვა შორის რუსეთთან დაკავშირებით საინტერესო იყო ამასინათ მაკრონმა განაცხადა, რომ უნდა ველაპარაკოთო, მოგწონს თუ არაო, რუსეთი ძალიან ახლოს არის ევროპასთან და რუსეთი არსად არ გაქრებაო. ანუ ხედავთ რომ სადია რუსეთი არსად არ გაქრება. არა, ვიღაცებს ხო მაკრონის თქმა, ვიღაცებს რო ეგონათ, ესე იგი მოსკოვის აღებით ამთავრებდნენ უკრაინის ომს.